ევროკავშირში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნება წერილის, რომელიც ეძღვნება ქართულ ოცნებას. თუმცა ეს უფრო ეხება ქართველ ხალხს, მე ასე ვიტყოდი. ქალბატონმა კაია კალასმა გამოაქვეყნა ეს წერილი, რომელშიც ევროპა, ევროინსტიტუცია, კონკრეტულად ევროკომისია, ქართული ოცნების კვლავ, ასე ვთქვათ, ჯიუტად გამოსწორებას ცდილობენ და სანაცვლოდ თუ ეს არ მოხდება, კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებით, რაღაც გამოსწორება დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და მათ შორის პოლიტპატიმრების განთავისუფლება და რეჟიმის ტყვეების, ასე ამ შემთხვევაში მოხდება ვიზა რეჟიმის უვიზო მიმოსვლის, ასე ვთქვათ, შეწყვეტა. რაც შეეხება სანქცირებასთან დაკავშირებით,